გამარჯობა. ეს არქილაცია და მოგესალმებით 2026 წელს. პირველ რიგში მინდა მოგიოცოთ შობა ახალი წელი. მრავალს ბედნიერად გახარებულები და სრულად სიხარულით შევხვედროთ აი ამ წინვალე დღესასწაულებს. 2026 წელია და მინდა ჩემი ვიდეოების ჩაწერის პროცესის განახლება, რადგან ამ არხზე გეგმები მაქვს და იდეები მაქვს, როგორ შეიძლება განვითარდეს. ერთი უცნაურობა, რასაც უკვე შეამჩნევდით, ის არის, რომ ყოველ წამს კამერასთან, ასე ვთქვათ, მიშტერება, იმიტომ რომ ეს მიშტერება ჩემთვის ცოტა გაჭირდება, რადგან კამერა არის მონიტორის გვერდით და მუდმივად აი ამ პოზიციაში ყურება ცოტა იყოს დამღლელია ჩემთვის, ასე რომ ეს დეტალი იქნება. ხოლო რას შეეხება ჩემი ვიდეოები, რომელიც ჩაიწერება 2026 წელს, ნებისმიერ თემატიკას, რადგან არხს ჰქვია Let's See, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი თემატიკის ვიდეო შეიძლება ჩაიწეროს და დაიდოს ამ არხზე. დაწყებული ვარჯიშის ვიდეოებიდან და როგორ ავწიოთ წონები, ან როგორ შეგვიძლია რაიმე ვარჯიშის გაკეთება, უბრალოდ ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებთ და სულ ესაა. ან gameplay ვიდეოები, ან story time ვიდეოები, ან ის და ან ეს, ნებისმიერი თემატიკა თავისუფალია, რადგან ეს არქილაცია და ნებისმიერი თემატიკისთვის არის მზად. ორად-ორი თემატიკა იქნება, რაც მინდა რომ შევწყვეტო. უკაცრავად ეს იქნება რელიგია და პოლიტიკა. რატომ? პირველი ის, რომ რამდენი ადამიანიც არსებობს, რამდენი პიროვნებაც არსებობს დედამიწაზე, 8 მილიარდ 400 მილიონი დაახლოებით როგორც მახსოვს, იმდენი აზრია აი ამ ორ თემატიკაზე. შესაბამისად, არ მინდა იმ თემატიკის განხილვა, რომელიც სუპერ პერსონალურია, ზედმეტად პერსონალურია იმისთვის, რომ საჯაროდ განეხილო. თუ რა თქმა უნდა, გამოცდილი და დარწმუნებული არ ხარ შენ თავში. შესაბამისად, ვეცდები, რომ ამ თემატიკას მე არ შევეხო, რადგან არც გამოცდილება და არც ცოდნა არ მყოფნის, რომ საკადრესად გავშალო და განვიხილო ეს თემა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ საჭიროებად ადგება ჩემ აზრს არ დავაფიქსირებ, მაგრამ იმას ვამბობ, რომ მე ამ თემებს გამიზნულად და სრულიად შეგნებულად ვერ იდები. კარგი, შემდეგ რა იქნება 2026 წლის კიდე ერთი მიზანი. 2026 წელს მინიმუმ მინდა რომ 1000 გამომწერზე ავიდე. და როგორი იქნება ჩემი ვიდეოები. როგორი და ეს კამერა, ერთი დისპლეი და რაიმე random ან კიდე ძალიან ცნობილი თამაში, რომელსაც იმ დღეს გადავწყვეტ ალბათ. სრულად შემთხვევითი იქნება ეს ყველაფერი. რატო სრულად შემთხვევითი? იმიტომ რომ რატომაც არა. აი ეს არ შეიძლება სხვა, რატომაც არა. ხოლო რა თამაში იქნება, როგორი იქნება, რანაირი იქნება, ისევ ამას ვიტყვი, რომ დრო, სივრცე და ასე შემდეგ გვიჩვენებს რა. მარტო თამაშები იქნება? არა, განხილვა, თამაში, ვარჯიში, უბრალოდ გაედგასვა და ვლოგი. ნებისმიერი ამას შეიძლება დაიდოს ამ არხზე, რადგან ამ არხს ეს მიზანი აქვს. ერთი კონკრეტული ადამიანი, ერთი კონკრეტული პიროვნება, რომელიც რაღაცებს იღებს. საინტერესო იქნება?
დარწმუნებული ვარ. და ესე ვიწყებთ 2026 წელს. 2026 წელი იმით იქნება ასევე საინტერესო, რომ მინდა ვცადო ჩემი მაქსიმალური, ასე ვთქვათ, ხარისხის დადება YouTube-ზე. რადგან მინდა გადავიღო კარგი და მაქსიმალურად დახუნცვლელი ვიდეოები. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ანიმე განხილვას და Full Metal Alchemist-ის განხილვა მინდა ამ არხზე უახლოეს მომავალში, რადგან ამ ანიმეზე დიახ, ყველა საუბრობს, რომ კარგია, მაგარია, ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ანიმე რო ჩავშალოთ, მგონია, რომ კარგი აზრია ვინაიდან. ამ ანიმეს აქვს უამრავი ფესვი და უამრავი განხრა, რომელიც შეიძლება ამოიკითხო. იმდენად მძლავრი და ღრმა ფესვებია ეს ანიმე, რომ უბრალოდ შეუძლებელია დასრულება, ასე რომ დიახ, კიდე ერთი ვიდეოს მეწყდა მინდა ამ ანიმესთვის, იმიტომ რომ ჩემი აზრით იმდენად მაგარი და კარგი ანიმეა, რომ ჯერ კიდე კარგად ვერც კი ვაფასებთ რამხელა ანიმეა და რამხელა სიღრმე აქვს. ასევე დიახ, როგორც გითხარით, შეზღუდვა არ არსებობს თემატიკაზე, არ არსებობს ის თუ რა არ შემიძლია გადავიღო და რა არ უნდა გადავიღო, რა თქმა უნდა იმის გარდა, რაც ჩემ თავს დაუწესე. დიახ, სუბიექტურ-ობიექტური მიზეზების გამო. და ეს არის 2026 წლის გამხსნელი ვიდეო. იმედია, რომ მოგეწონებათ და ლაიქებთ, გამოიწერთ. Supports დამანახებთ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არხი ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ YouTube-ში ესეთი არხები პერსონალურ არხებს გულისხმობ, ერთი კონკრეტული ადამიანი, ერთი კონკრეტული კამერით და ერთი კონკრეტული კომპიუტერით რაღაცას იღებს, განიხილავს, თავის პერსონას და პიროვნებას აჩვენებს და ვიდეოში სულ ეს არის. ესეთი იუთუბერები და ესეთი, ასე ვთქვათ, ვიდეოები, რომ შეწოდავდა, არ ვიტყვი გაქრამეთკი, შეწოდავდა პერსონალური არხების, მაგიტომ ვფიქრობ, რომ კი, შემიძლია, რომ მეც ვცადო. ხოლო როგორი იქნება და რანაირი იქნება, ამას თქვენც და მეც ერთად ვნახავთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, შრობას, მრავალ ბედნიერ, ხალისიან და საუკეთესო წლებს გისურვებთ. ეს არხი ლეცი იყო. მომავალ შეხვედრამდე.